გამარჯობათ მოგესალმებით. მინდა ვისაუბროთ ახალ დამწყებებს, ვინც ცივად გასწორებაზე მუშაობს. არის ახლა ადგილებისა და სხვადასხვა იარაღით უნდა შეხვიდეთ. და არის თავიდან არ ინერვიულოთ, რაღაცა არ გამოგივათ. ყველაფერს სჭირდება პრაქტიკა. მეც თავიდან არ გამომდიოდა, მაგრამ რაღაც შეცდომები თუ არ მოგივიდა, შეცდომებზე სწავლობ ადამიანი ყველაფერს. და ყველა მიცოდეს, რომ ორკვირიანი და სამკვირიანი სწავლებით არ გამოვა თუ გული არ ჩაუდეს საქმეს. ისე არაფერი და წლები გჭირდება. უნდა ნებისყოფა გქონდეს, რომ რამდენიმე წელი მე რო ვიწყებდი ხელობას, გავიკითხე და მითხრეს, რომ 5-6 წელი მაინც გჭირდება, როგორც ხელოსანი რო დამკვიდრდე. ისე ძნელია. ბევრჯერ შეიძლება იფიქრო არ აღის, მაგრამ უნდა მოიწადინო და ყველაფერი გამოვა. რატო იცი 5-6 წელი გჭირდება, რომ შენი კლიენტურა დაიმკვიდრო და ყავდეს. 1 წელიწადში და 6 თვეში ძალიან ძნელია. თან დღეს კონკურენცია ძალიან დიდია. არიან ძლიერი ხელოსნები და თუ ცოტა მარიფათი არ გამოიჩინე, ძალიან ძნელია. თან ფასები ისეთი უნდა იყოს, რომ ჩვენ მოსახლეობას შეესაბამებოდეს. ერთმა მეორე მოგიყვანოს, მეორე მესამე. აბა წარმატებებს გისურვებთ ყველას.